ცოტა ხნის წინ გერმანულ-იაპონურ ბრენდსა და 6 უმსხვილეს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია რედისონში გაიმართა. დიახ, იაპონურ-გერმანული კორპორაცია ფუჯიცუ დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო აქციის განხორციელებას იწყებს, მისი სახელი გახლავთ განახლდა და იგი შემდეგში მდგომარეობს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძენს გერმანიაში წარმოებული ფუჯიცუს პერსონალურ კომპიუტერს ერთწლიანი განმავლობით, თავად განმავლობის პროცენტს გადაუხდის კომპანია ფუჯიცუ. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში და ქართულ ბაზარზე უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ და სწორედ ამიტომ ისინი ამ აქციას აკეთებენ იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი ბრენდის პოპულარიზაცია და ასევე ცნობადობა. უკვე ჩართულია ამ პროექტში 37 კომპანია და წარმოდგენილია 71 კომპიუტერულ მაღაზიაში ეს პროდუქცია, ხოლო განმავლობის პირობებით კი მომხმარებელ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მსხვილი ბანკი უზრუნველყოფს. ასევე იმოქმედებს ეს პროექტი საქართველოს რეგიონებში, როგორიც არის ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე და ასე შემდეგ. პროექტი გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით და მაშინ როგორც უკვე გითხარით, 71 მაღაზია და 27 კომპანიაა ჩართული. ჩვენ უკვე დიდი ხანია ქართულ ბაზარს ვაკვირდებით და უკვე 10 წელია სხვადასხვა ტექნიკით წარმოდგენილებით ვართ ბაზარზე. თუმცა ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ შემოგვეტანა ჩვენი პერსონალური კომპიუტერები და ხელი შეგვეწყო მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ჩვენი კომპანიის მხრიდან გაცემული იქნება თანხები პროცენტის დასაფარად და ეს იქნება ერთგვარი ინვესტიცია იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდა. საქართველოს ბანკი ძალიან დიდი ხანია მოხმარებელს განმავლობის მომსახურებას თავაზობს. არაერთი შეფეთე ყველაზე ფართო ქსელი აქვს. დასაკვირველია ამ შემთხვევაში შესთავაზებს მომხმარებელს ძალიან მოქნილ და მათ მოთხოვნებზე მორგებულ პირობებს. ძალიან მოხარული ვართ ამ პროექტში ჩართვით. იმენა შესაძლებლობას მისცემს ძალიან ბევრ ადამიანს განაახლოს კომპიუტერი. მე დავაღვნიშნო, რომ ეს პროექტი ძალიან საინტერესოა მომხმარებლისთვის, ვინაიდან ძალიან იშვიათია ბაზარზე და თითქმის პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი წლის განმავლობაში კლიენტს არ ექნება გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი. ქართულ ბაზარზე მაღალი კონკურენციის და კონკურენტუნარიანობის გამო სწორედ კომპანია ფუჯიცუმ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდეს და ჩადოს უფრო მეტი ინვესტიცია, ხელი შეუწყოს მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე პროექტის განხორციელებისას ამოქმედება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ნებისმიერ ინფორმაციას პროექტის განხორციელების შესახებ.